თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოლიმპიური სოფელი სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე ეკონომიკის მინისტრებთან ერთად მოინახულა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მშენებლობას თბილისის დღის ტერიტორიაზე კომპანია ჰუალინგ ჯგუფი ახორციელებს. სოფლის საინვესტიციო თანხა 150 მილიონი ამერიკული დოლარია. კონკრეტულად ამ ობიექტებში იქნებიან როგორც მაღალი კლასის სტუმრები, ასევე თვითონ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიადაში და შესაბამისად განკუთვნილია როგორც საცხოვრებელი ტერიტორია. შესაბამისად საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული ყველა ძირითადი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს ამ ობიექტებმა. ჩვენ დღეს ვნახულობთ ადგილობრივ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას და ვადარებთ მას იმ საპროექტო დოკუმენტაციასთან, რომელიც წინასწარ არის შეთანხმებული სახელმწიფოსთან და ქალაქის მერიასთან. უახლოესი რამდენიმე თვის შემდეგ, ალბათ მარტის თვეში კიდევ იქნება შემდგომი ვიზიტი, რათა პროგრესი ვნახოთ და ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია. მარტის თვეში უკვე დაიწყება ინვენტარის შეტანა და გაზაფხულზე უკვე აღნიშნული ობიექტი წყობაში ჩამდგარი შემოუერთდება ქალაქ